მოგესალმებით ჩემო კარგებო და დღეს გავაკეთოთ საჯარო გაშლა აპირებს ურთიერთობის განვითარებას და ცვლილებებს. მოდი ვნახოთ. გავაკეთოთ გაშლა ორ ვარიანტზე. მე კი თქვენ შეგახსენებთ გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. ბალანსისთვის გთხოვთ მოიწონოთ, დააკომენტაროთ რამდენად რეზონირდა. გავიგო რამდენად შედეგიანია ჩემი გაშლები. მაშასე, ჩაფიქრებული ადამიანი აპირებს ურთიერთობის განვითარებას და გეგმავს ცვლილებებს. ნახოთ. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. მეორეებისთვის, მოდი, ჩანდეს მეორეებისთვის აპირებს ურთიერთობის განვითარებას და ურთიერთობაში ცვლილებებს. კარგით, მეორე ვარიანტი გადავდოთ დროებით, კონცენტრირდით თქვენ, აირჩიეთ და ნახოთ. მეგობრებო, თუ თქვენი ურთიერთობა შეჩერებულია და ეს ადამიანი რაღაცნაირად ბარიერს მართავს თქვენს და მას შორის. ანუ თუ თქვენგან იზოლირებულია ეს ადამიანი, ან მანძილზეა, ან სხვა ქვეყანაშია, მაშინ ეს გაშლა არის თქვენი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის სიშორია, ამ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ ისევ ემოციები. რა ემოციები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ? დავაკონკრეტოთ. საშინლად გულნატკენია, საშინლად ეჭვიანობს ეს ადამიანი და ეძებს გზას, რომ შეცვალოს სიტუაცია. დიახ, აპირებს ცვლილებას, მაგრამ ამ ეტაპზე არ იცის ეს როგორ გააკეთოს. ნახოთ, ჩაფიქრებული ადამიანი პირველი ვარიანტისთვის აპირებს ურთიერთობის განვითარებას. ის ამისთვის, აი ამ ცვლილებებისთვის და აი ამ რეფორმებისთვის, რომ შეცვალოს რაღაც ნამდვილად, ეძებს ახლა გზას. გზას ეძებს და აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შეცვალოს ურთიერთობაში რაღაცეები. რა მიმართულებით შეცვლის, მაშინ ჩავეციოთ, რა მიმართულებით შეცვლის ეს ადამიანი ამ ურთიერთობაში მოვლენებს. რა მიმართულებით შეცვლის. სხვათა შორის, მეგობრებო, მას რამოდენიმე ვერსია აქვს. ანუ თავის თავში ამუშავებს რამოდენიმე ვარიანტს. რა გზით მოვიდეს, ძალიან დიდი სურვილი ამოძრავებს თქვენთან მოსასვლელი გზა, რომ იპოვოს და ფიქრობს, რომ ახლიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? მაშინ კიდევ ჩავეციოთ. ახლა განდეგილის პოზიციაშია, რა თქმა უნდა, ახლა ჩაღრმავებაშია, თავის თავში უღრმავდება აი ამ განვლილ სიტუაციას. ძირითადად
თავის ნამოქმედარზე ფიქრობს, ძალიან ამ ურთიერთობამ ამ ადამიანში დიდი ტრანსფორმაცია მოახდინა. ეს ურთიერთობა ამ ადამიანისთვის გაკვეთილად იქცა. მიუხედავად იმის, რომ არ არის ჩამოყალიბებული და ჯერ არ იცის, რა მოიმოქმედოს, აუცილებლად ეცდება გამოვიდეს ეს ადამიანი კონტაქტზე და შეარჩევს იდეალურ დროს ამ ცვლილებებისთვის. რა სახით გამოვა კონტაქტზე? მეგობრებო, თუ მანძილზეა ეს ადამიანი, თუ შორს არის თქვენგან და თუნდაც სხვა ქვეყანაშია, ჯერ ელოდება თქვენგან SMS ზარს, თუ ეს ადამიანი თქვენს ქალაქში ან თქვენთან სიახლოვეს არის და უბრალოდ სიშორე გაქვთ, ეს ადამიანი ელოდება რაღაც პატარა მინიშნებას თქვენგან და ამ ადამიანს სურს სადმე დაგპატიჟოთ, ანუ თავის ვერსიებში ფიქრობს სადღაც დაგპატიჟოთ, ძალიან ლაითად, თუმცა არ გეგმავს, რომ გრძნობების აფიშირება მოახდინოს. მიუხედავად იმის, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს ამისი. თუ ეს ადამიანი დაქორწინებულია და აქ იმპერატორი ამოვიდა, ეს ადამიანი ელოდება რაღაც პატარა შანს, რომ მიეცეს შანსი, რომ თქვენთან გამოვიდეს კონტაქტზე, სადმე დაგპატიჟოთ, სადმე თუნდაც კაფეში, თუნდაც ქალაქგარეთ, მაგრამ თუ თქვენ ხართ მანძილზე, ეს ადამიანი ელოდება თქვენგან რაღაც იმპულს, რათა გადმოდგას ნაბიჯი. და დავაკონკრეტებ, დიახ, აპირებს ურთიერთობის განვითარებას, თუმცა აქ არ იქნება გრძნობების და ემოციების ამოფრქვევა. ეს ადამიანი ძალიან დაგეგმილად, სტრატეგიულად იმოქმედებს და გამოვა კონტაქტზე. მადლობა პირველებო და მოდი ვნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი. მოგესალმებით მეორეებო, პირველებო თქვენ დაგელოდებით რამდენად რეზონირდება გაშლა. მეორეებო, მოგესალმებით და მოდი ვნახოთ ამ ურთიერთობის განვითარებას და ცვლილებებს თუ აპირებს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და ვნახოთ რა ხდება თქვენს შორის. მეგობრებო, თუ თქვენ მეუღლეები მიყურებთ, ან ძალიან დიდი ხანია ხართ ამ ადამიანთან ურთიერთობაში, ან იცნობთ, მაშინ ეს ადამიანი შეიძლება რაღაც მომენტში მანიპულირებდეს თქვენით. თუ ცოლიან მამაკაცს უყურებთ და შესაძლებელია, რომ ეს ცოლიანი მამაკაცი იყოს და ქორწინებაში იმყოფებოდეს, შეიძლება თქვენთან მოსვლაში ამ ადამიანს სწორედ ოჯახიდან თავის დაღწევა უშლიდეს ხელს. მაგრამ, მეგობრებო, ეს ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია, რომ თუნდაც მოახერხოს და გამოვიდეს კონტაქტზე თქვენთან, რადგან მაგის სტატუსით ამოსულ ადამიანს ყველაფერი შეუძლია.
გონია რომ ეს ადამიანი ცოტა манипуლატორი, თავის თავზე შეყვარებული ადამიანია, რომელიც თulis რომ აი მე როგორც მინდა, ისე იქნება. ნახოთ, აპირებს ურთიერთობის განვითარებას ეს ადამიანი. აპირებს მოწერას აუცილებლად განხორციელდება SMS-ი, ზარი, თქვენი მიმართულებით, შეიძლება სოციალური ქსელით დაგიკავშირდეთ ეს ადამიანი. შეიძლება თუ მანძილზე არ ხართ, შეიძლება საერთო გარემოცვაში მოხვდეთ რაღაც კამპანიაში, სადაც რაღაცას აღნიშნავენ, ეს დაბადების დღე იქნება თუ რაღაც პატარა წვეულება. თუ მანძილზე ხართ მეგობრებო, შეიძლება ინტერნეტით მოხდეს თქვენ შორის კავშირი და ეს ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე. რა ცვლილებებს გეგმავს ეს ადამიანი, მაშინ ვიკითხოთ. რა ცვლილებებს გეგმავს? აქაც იმპერატორი. ძალიან მამაკაცებს უყურებთ თუ პირველებმა მეორე ვარიანტზეც გადმოინაცვლეთ, ასე ერთნაირად როგორ ხდება, კაცო? დიახ მეგობრებო, ეს ადამიანი ელოდება რაღაცას, რას ელოდება? რას ელოდება? მეგობრებო, შეიძლება ეს ადამიანი მართლაც შორს იმყოფებოდეს თქვენიდან და სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქში და ამ ადამიანს ჰქონდეს საშინელი გაურკვევლობა, აი თქვენ ურთიერთობაში, შეიძლება ეჭვიანობდეს ეს ადამიანი, შეიძლება სულაც არ იყოს უთქვენოთ ეს ადამიანი, იმდენად ცუდად იყოს, რომ გეგმავდეს ჩამოსვლას, თქვენთან მოსვლას და შეცვლას აი ამ სიტუაციის. შეიძლება ეს ადამიანი იყოს, იცით როგორი ადამიანი, აი ცვალებადი რა მხრივ და თქვენი ურთიერთობაც ამ ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე ციკლურად მიმდინარეობდეს. ხომ გაგიგიათ ამ ადამიანს სამთვარეულო ხომ არ ჭირსო, ანუ რაღაცა მთვარის ფაზებზე ამ ადამიანს ეცვლებოდეს ხასიათი და ეს მისი ხასიათის ცვალებადობა აისახებოდეს თქვენს ურთიერთობაზე და მიდიოდეს თქვენი ურთიერთობა ციკლურად, ხან ძალიან კარგად იყოთ ერთად, ხან უარესდებოდეს თქვენ შორის ურთიერთობა. კიდევ ჩავეციოთ, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? თქვენი ურთიერთობის განვითარებისთვის, რას მოიმოქმედებს? ახლა და ამჟამად ეს ადამიანიც ფიქრობს, რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს, როგორ საშინელი მიჯაჭვულობა აქვს ამ ადამიანს, ფიქრები არ ასვენებს, ძალიან ტკბილი ენერგიებით ხართ და ძალიან დიდი გრძნობა აკავშირებს. აი მიჯაჭვულია ეს ადამიანი და მუდმივად ფიქრობს თქვენზე, მაგრამ ეს ადამიანი ახლა გულით არა, ახლა ეს ადამიანი დაგეგმილად უფრო ინტელექტუალურად დაიწყებს ფიქრს, რა გააკეთოს, როგორ მოვიდეს თქვენამდე და როგორ შედგეს ეს ურთიერთობა, როგორ გადავიდეს ახალ ეტაპზე, ან განახლდეს თქვენ შორის. შეიძლება ეს ადამიანი ახლა ცოტა ცივად იქცეოდეს თქვენს მიმართ, მაგრამ მის გონებაში ის სტრატეგიას ადგენს, როგორ ნაბიჯ, როგორ განავითაროს სიტუაცია, მაგრამ ახლა გულით არა, გონებით, უკვე გონება ჩართო ამ ადამიანმა და გეტყვით, რომ საოცრად
კარგი ინტუიციის ადამიანია, ამ ადამიანს საკმაოდ კარგი განათლება აქვს და ერუდირებული ადამიანია, ადამიანი, რომელიც ტვინით მოქმედებს და საკმაოდ დახვეწილი გონება აქვს ამ ადამიანს. რაც ცვლილებებს განავითარებს. მეგობრებო, ამ ადამიანს აქვს რაღაცა არჩევანის წინაშე დგას სერიოზული ეს ადამიანი. ამ ადამიანსაც მგონია, რომ აქვს ოჯახი და არჩევანის წინაშე დგას ახლა. რას ეხება ეს არჩევანი? კი, ნამდვილად ოჯახი აქვს ამ ადამიანს. რას მოქმედებს? გამოვა მეგობრებო კონტაქტზე ეს ადამიანი. და გეგმავს ნამდვილად, როგორც გითხარით, ეს ადამიანი ძალიან სტრატეგიულად ნაბიჯ. ეს არ მოხდება დღეს და ხვალ მეგობრებო, მაგრამ ნელა, მაგრამ ძალიან სტრატეგიულად იმოქმედებს და განავითარებს ცვლილებებს თქვენს ურთიერთობაში. მადლობა მეორეებო, გილოცავთ, მშვენიერი ვარიანტი იყო ორივე და მე ველი თქვენს კომენტარებს არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება და მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით.